როგორც შენ აღნიშნე, გიორგი პირველად იბრძვის მამის როლში და მართლაც უოცავთ მას. მემარცხენე მდგომში დგას შეპანსკი. უძლიერესი გაცვლები აქ მაყურებელს დაპირდა გიორგი ქართველიშვილი, რომ რეპლინგზე აქცენტს საერთოდ არ გააკეთა და გორ აქტიურად დაიწყო გიორგიმ და დააგდო მისი მოწინააღმდეგე. შეეკრა ლადის შეპანსკი და უარს რა თქმა უნდა არ იტყვის ამ ტეიქდაუნზე გიორგი ქართველიშვილი. სასწრაფოდ გადავიდა საიდ კონტროლში. გიორგი ქართველიშვილმა არაერთხელ ახსენა, რომ ამ ბრძოლის წარმართვა ფეხზე სურდა მეტი სტრაიკინგით და მაგრამ გადაიყვანა ახლა თავის მოწინააღმდეგე. ახლა აქტიურობს თვითონ გიორგი. რა თქმა უნდა მოძებნის აქ საბმიშენს აქ ერთად მასზე ეჭდება ლადის შეპანსკი. ახლა ის ერთად კარგად აქ ჩავლება აღებული. აი ახლა ჩავლება როგორც ჩანს შესაძლოა რომ აქ ფინიში ვიხილოთ. თუ დანებდება აბა ვნახოთ თუ მოახერხებს გამოძრომას. თვითონზე დანებებას აპირებდა. კი ძალიან ჭირდა ამ მომენტში გაძლება. უჭერს და ჟანგბადი თითქმის აღარ მიეწოდება. დანებდა მოახერხა გიორგი კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება. პირველი რაუნდის ფინიში. ძალიან დამაჯერებლად, ძალიან აქტიურად ჩაატარა ეს რაუნდი და მოახერხა რომ დაემარცხებინა მეტოდი. შეუძლოდ გზობს თავს აქ ანდრეი შეპანსკი. კიდევ დიდი ხანი გაუძლო, მან საკმაოდ დიდი ხანი უჭირდა ჟანგბადის მიღება. ძალიან კარგად ჩაუკეტა გიორგიმ ეს. თავიდან თქოს არც ეგ გამოკვეთილად, თუმცა ეს არის პროფესიონალიზმი. გიორგი მიქამდე არ გაუშვა ხელის, ანამ არ დარწმუნდა თავად, რომ ყველაფერი დასრულებული იყო. ულოცავთ. სხვათა შორის გიორგიმ ძალიან ბევრჯერ აღნიშნა პირად საუბრებში, რომ მას მისი ქალაქი გვერდში უდგას. ძალიან დიდ შესაძლებლობებს ადლევს გიორგის და არა მხოლოდ გიორგის, ყველა სპორტსმენს ქალაქი რუსთავი, რომ რუსთავი და რუსთაველები აძლიერებენ მას. კი. ყველა რუსთაველმა სპორტსმენმა თავის საუკეთესო წარმოაჩინოს. როგორც ვთქვით, მან ეს ბრძოლა მის მეგობარს მიუძღვნა ვიდეოშიც სწორედ. All right, ladies and gentlemen, in the very first round, the referee has called a stop to this contest. For the winner, by submission from North Side Choke, Georgi Anaconda Kartvelishvili.